Tot patīk, es zinu, nekārgāt maksos davicīt, ko ir apkalāts miļiera dakhmari. Ჩართული მაქსიმალურად ბატონთანას იმშულის ეს არის 60 წლის პრობლემა. ეტაპობრივად აღჭურვილობის სახანძრო საბრძოლო ფორმებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ვერჩი გომეთ სამაშველო სამსახურმა სამეგრელო ზემოსვანეთის სამსახურმა მიიღო ახალი რესტავრირებული რეაბილიტირებული შენობა, სადაც სრულად იქნა შეკეთებული როგორც ოთახები, შიდა ოთახები, თვითონ კომუნიკაციები, რომლებიც იყო წყობრიდან გამოსული, სახურავი და ასე შემდეგ. Რომ ვთქვათ, ამ შენობის რეაბილიტაცია 30 წელიწადია, რომ ხელი არ მოუკიდიათ საერთოდ. ეგ შენობა კი არ იყო, ეს იყო ფაქტიურად ცის ღია ცისქვეს ყოფი სამსახური. დღეს ამ სამსახურში არის დასაქმებული 500-მდე მაშველი რეგიონში, თლიანად რეგიონში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეს პირველი შენობაა, რომელიც ახლა რეაბილიტირებულია. თქვენ კარგად იცით, რომ ქალაქის ცენტრში ახალი სამაშველო სამსახური შენდება, იგეგმება მისი დამთავრება 2017 წელს. ასევე ახლო მომავალში სადღაც 1 თვის, 2 თვის განმავლობაში სამსახური მიიღებს ახალ ტექნიკას მიიღებს, დამატებით ორერთეულ ტექნიკას მიიღებს იმისთვის, რომ მობილურად გადაადგილდნენ რეგიონში. ზუგდიდში გაიხსნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შენობა, რომელიც სრულად აღიჭურვა უახლესი ავეჯით და ტექნიკით. ასევე მეხანძრე მაშველებს გადაეცათ ახალი ფორმები და სამაშველო აღჭურვილობა. ჩვენი სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეხანძრე მაშველებს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტული სამუშაო პირობები. უახლოეს მომავალში ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია შენობების აშენება და რემონტი, ასევე დაგეგმილია სპეცტექნიკის შეძენა, რომელიც განაწილებული იქნება ქვეყნის მასშტაბით.